მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან მაგარ რამეს გასწავლით. ეს არის SWOT ანალიზი, რომელიც დამიჯერეთ თქვენი საიდუმლო იარაღი გახდება. აი ისეთი ნებისმიერ იდეას რომ აიღებს და ნამდვილ ხელშესახებ გეგმად გადააქცევს. აბა, გქონია მომენტი, როცა გონია, რომ ვაუ, გენიალური იდეა მაქვს. მაგალითად, გინდა დაიწყო YouTube არხი, ან შექმნა შენი საკუთარი მობილური აპლიკაცია, ან თუნდაც უბრალოდ სკოლაში ნიშნები გამოასწორო. იდეა გაქვს, მაგრამ აი საიდან დაიწყო წარმოდგენა არ გაქვს. ხო, ნაცნობი სიტუაცია არ ინერვიულო, ეს სრულიად ნორმალურია. და აი ზუსტად აქ შემოდის სცენაზე ჩვენი დღევანდელი თემა. კარგი ამბავი ისაა, რომ არსებობს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად წარმოუდგენელ ძლიერი მეთოდი, რომელიც ამ ქაოსს დაალაგებს და შენს იდეებს ნათელ გასაგებ სტრატეგიად აქცევს. ამ მეთოდს SWOT ანალიზი ქვია და შეგიძლია წარმოიდგინო როგორც შენი პირადი მრჩეველი ან მწვრთნელი. კარგი, მოდი ჩავუღრმავდეთ, რა არის ეს SWOT-ი? სინამდვილეში ეს არის 4 ინგლისური სიტყვის აკრონიმი. მოდი გავშიფროთ. ეს არის strengths, ანუ შენი ძლიერი მხარეები, ყველაფერი რითიც მაგარი ხარ. W არის weaknesses, ანუ სუსტი მხარეები, ის რის გაუმჯობესებად გჭირდება. O არის opportunities, ანუ შესაძლებლობები, რომლებიც შენს გარშემოა და ბოლოს C threats, ანუ საფრთხები და რაღაც დაბრკოლებები. მარტივია, ხო მართალია? და აი, აქ არის ყველაზე მთავარი რამ, რაც უნდა დაიმახსოვრო. მთელი ამ ანალიზის გასაღები. წარმოიდგინე, რომ ამ 4 რამეს ორ ჯგუფად ვყოფთ. პირველი ჯგუფია შიდა ფაქტორები, ანუ შენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს ისაა, რასაც შენ აკონტროლებ, შენზეა დამოკიდებული. მეორე ჯგუფი კი გარე ფაქტორებია, შესაძლებლობები და საფრთხეები. ესენი შენს გარშემო ხდება და მათ პირდაპირ ვერ აკონტროლებ. აი ამის გარჩევა თუ ისწავლე, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია. ძალიან კარგი. მზად ხარ? მოდი დავიწყოთ პირველი შიდა ნაწილით. დროა, ასე თქვათ, სარკეში ჩავიხედოთ და გულწრფელად, აი ყოველგვარი შელამაზების გარეშე შევაფასოთ საკუთარი თავი. და მოდი ყველაზე მაგარი და პოზიტიური რამით დავიწყოთ, შენი ძლიერი მხარეებით. აბა, დაფიქრდი, რა არის შენი სუპერ ძალა? რაში ხარ საუკეთესო? რა გამოგდის ისე მაგრად, როგორც სხვას არავის? ნუ მოგერიდება. ახლა ზუსტად ის დროა, რომ საკუთარი თავი შეაქო. აბა ჩამოწერე. მაგალითად, თქვათ, შენს პირად უნარებზე ვლაპარაკობთ. იქნებ ძალიან კრეატიული ხარ და საოცრად ხატავ. ამ პირიქით, საჯარო გამოსვლებია შენი სტიქია და პრეზენტაციების დროს თავს გრძნობ როგორც თევზი წყალში. თუ ბიზნესზე ვფიქრობთ, ძლიერი მხარე შეიძლება იყოს მაგალითად ბებიის უნიკალური რეცეპტი, რომლითაც ისეთ ნამცხრებს აცხობ, რომ მთელ უბანში ყველას შურს. კარგი, პოზიტიური ნაწილი გავიარეთ. ახლა მოდის ცოტა რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სუსტი მხარეები. აბა, რაში გჭირდება გაუმჯობესება? რა უნარები გაკლია მიზნის მისაღწევად და დაიმახსოვრე მთავარი. ეს არ არის თავის გაკრიტიკება და დადანაშაულება. არა, ეს არის იმის აღიარება, თუ სად გაქვს ზრდის პოტენციალი. აქ მთავარია იყო ობიექტური. მესმის საკუთარ სისუსტეებს ვერ ამიმხედავთ კარგად. ამიტომ აი ერთი რჩევა. ნუ მოგერიდება კითხო აზრი ადამიანს, ვისაც ენდობი, მეგობარს, ოჯახის წევრს, ხანდახან სხვისი თვალის საუკეთესო სარკეა დამიჯერე. მაგალითად, იქნებ დროის მართვა გიჭირს და ყველაფერს სულ ბოლო წუთს აკეთებ. ეს სუსტი მხარეა. ან, თქვათ, შენი ოცნებაა ვებგვერდის შექმნა, მაგრამ კოდირება საერთოდ არ იცი. ესეც სუსტი მხარეა. ბიზნესისთვის კი ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ძალიან პატარა ბიუჯეტი რეკლამისთვის, ან ის, რომ მარკეტინგის საერთოდ არ ესმით. მშვენიერი, ესე იგი შიდა სამყაროს, ასე თქვათ, მოვუარეთ, გავაანალიზეთ, ახლა დროა თავი ავწიოთ, ფანჯრიდან გავიხედოთ და დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. გადავდივართ გარე ფაქტორებზე, იმაზე, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ რაც ჩვენზე ძალიან მოქმედებს. დავიწყოთ შესაძლებლობებით. აბა, დაფიქრდი, რა ხდება შენს გარშემო, ისეთი, რისი გამოყენებაც შენს სასარგებლოდ შეგიძლია. რა ხდება შენს სკოლაში, ქალაქში, ან თუნდაც TikTok-ზე, რა ახალი ტრენდებია, რა ახალი შანსები ჩნდება. თვალები ფართოდ გაახილე, იყავი დაკვირვებული. აი მაგალითად ვთქვათ, ისევ იმ პროგრამირების სწავლაზე ვფიქრობთ. შესაძლებლობა შეიძლება იყოს ის, რომ შენს სკოლაში ზუსტად ახლა იხსნება კოდირების კლუბი, ბინგო, ან ქალაქში ტარდება tech ფესტივალი, სადაც შეგიძლია ბევრი რამ ისწავლო. ბიზნესისთვის კი შესაძლებლობა შეიძლება იყოს, ვთქვათ, ახალი სუპერპოპულარული სოციალური ქსელი, რომელიც იდეალურია რეკლამისთვის. და ბოლოს, მოდი საფრთხეებსაც შევხედოთ. რა შეიძლება წავიდეს არასწორად, რა გარე ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეგიშალოს და არ შეგეშინდეს, ამის მიზანი პანიკა კი არ არის. პირიქით, როცა იცი რა საფრთხე გელოდება, შეგიძლია მოემზადო. ეს უბრალოდ ჭკვიანური დაგეგმოა. პირად დონეზე საფრთხე შეიძლება იყოს ის, რომ წინ ძალიან რთული სასწავლო წელი გელის და იცი, რომ ახალი პროექტისთვის დრო უბრალოდ არ დაგრჩება. ან თქვათ, იმ უნივერსიტეტში, სადაც შენ გინდა ჩაბარება, კონკურენცია ძალიან გაიზარდა. ბიზნესისთვის კი კლასიკური საფრთხეა ბაზარზე ახალი ძლიერი კონკურენტის შემოსვლა. კარგი. 4-ვე კომპონენტი გვაქვს. ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები. ახლა რა ვქნათ?
დროა ეს ყველაფერი ერთ ლამას სურათად ავაწყოთ, რასაც SWOT მატრიცა ქვია. მოდი ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში, ერთ კონკრეტულ მაგალითზე. პროცესი ძალიან მარტივია, სულ 4 ნაბიჯია. პირველი, ვაგროვებთ ინფორმაციას, ყველაფერს, რაც ვიპოვეთ. მეორე, ვავსებთ მატრიცის 4-ვე კვადრატს. მესამე, ვაკავშირებთ წერტილებს, ანუ ვაანალიზებთ, რა რასთან აკავშირში. და მეოთხე, ყველაზე მთავარი, ამ ანალიზზე დაყრდნობით ვწერთ მოქმედების გეგმას, ანუ სტრატეგიას. მოდი, ავიღოთ მაგალითი. პატარა კომპანია, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს. ესე იგი, მისი ძლიერი მხარეა ხარისხი და კარგი სახელი. სუსტი მხარე? ის რომ მისი ღვინო მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. შესაძლებლობა? ქვეყანაში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. და საფრთხე? ბაზარზე ახალი კონკურენტები გამოჩნდნენ. აი შეხედეთ, უკვე რა ნათელი სურათი დაგვეხატა, არა? და ახლა ვიწყებთ ყველაზე საინტერესო ნაწილს. გახსოვდეთ, ეს კვადრატები უბრალოდ იმისთვის არ შეგვივსია, რომ გხონდეს. არა, ნამდვილი მაგია იწყება ახლა, როცა ამ ინფორმაციას ვიღებთ და მისგან სტრატეგიას გვქნით. წარმოიდგინე, იღებ შენს ძლიერ მხარეს და აერთებ შესაძლებლობას. რა გამოდის? წარმატების ფორმულა. ეს არის შეტევაზე გადასვლის დრო. დაუბრუნდეთ ჩვენს ღვინის კომპანიას. მათ აქვთ სუპერ ხარისხი, ანუ ძლიერი მხარე. ქვეყანაში კი ბევრი ტურისტია, რაც შესაძლებლობაა. იდეალური სტრატეგია რა იქნება? რა თქმა უნდა შეიტანონ თავიანთი ღვინო ზუსტად იქ, სადაც ტურისტები არიან, სასტუმროებში, რესტორნებში, სუვენირების მაღაზიებში. ახლა კი ყველაზე სახიფათო კომბინაციაზე გადავიდეთ. როცა შენი სუსტი მხარე და გარე საფრთხე ერთმანეთს ხვდება, ეს ყველაზე დიდი რისკია. ესაა შენი აქილევსის ქუსლი. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში მათ ცოტა მაღაზიაში აქვთ პროდუქცია. ეს მათი სუსტი მხარეა და თან ახალი კონკურენტებიც გამოჩნდნენ, რაც საფრთხეა. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ კონკურენტები ძალიან მარტივად დაიკავებენ იმ ადგილებს, სადაც ეს კომპანია ჯერ ვერ მივიდა. მაგრამ სტრატეგია მარტო შეთევა არაა, თავდაცვაც არის. როგორ? გამოიყენე შენი ძლიერი მხარეები, რომ საფრთხეებს გაუმკლავდე. მაგალითად, ჩვენმა კომპანიამ უნდა გამოიყენოს თავისი კარგი სახელი და რეპუტაცია, ანუ ძლიერი მხარე, რომ შექმნას ერთგული მომხმარებლების ჯგუფი. ასეთი მომხმარებელი რამდენი ახალი კონკურენტიც არ უნდა გამოჩნდეს, რაც საფრთხეა, მაინც შენს პროდუქტს იყიდის. და ბოლო სტრატეგიული ნაბიჯი, გამოასწორე სუსტი მხარეები, რომ შესაძლებლობები არ გაუშვა ხელიდან. ჩვენმა ღვინის კომპანიამ სასწრაფოდ უნდა იმუშაოს დისტრიბუციის გაფართოებაზე, ანუ გამოასწოროს სუსტი მხარე, რომ მზარდი ტურისტული ბაზარი, რაც შესაძლებლობაა სრულად დაითვისოს და კონკურენტებს არაფერი დაუწოვოს. აი ასე, ახლა კი შენი ჯერია, ყველაფერი შენს ხელშია. აბა, დაფიქრდი, რა არის შენი შემდეგი დიდი მიზანი? გამოცდებისთვის მომზადება, საზაფხულო სამსახურის შოვნა, ახალი ხობის დაწყება? რაც არ უნდა იყოს, აიღე ფურცელი და კალამი, დახაზე 4 კვადრატი და შეავსე. დამიჯერე, გაოცებული დარჩები, როცა დაინახავ, როგორ დალაგდება ყველაფერი შენს თავში. დროა შენს იდეას ფრთები შეასხა. იმოქმედე,